ყველაზე მთავარი რაც გამომძიებლისგან გვაინტერესებდა და 6 საათის განმავლობაში მისგან ვცდილობდით ინფორმაციის მიღებას იყო ის, რომ ორგანიზების ნაწილში გიორგი და დავით მიქაძეების მიმართ ჰქონდა თუ არა მტკიცებულება, მაგალითად იმის, რომ ამ ადამიანებმა იცოდნენ ლევან ჯანგველაძის გადაადგილების მარშრუტი. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ჩვენ მას ვკითხეთ, აქვს თუ არა მტკიცებულება, რომ მიქაძეებმა გელა უძილაურს მიაწოდეს ლევან ჯანგველაძის მოძრაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მან გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. ბრალდების დადგენილებაში ასევე წერია, რომ გელა უძილაური თავის მხრივ უბრუნებდა ინფორმაციას ძმებ მიქაძეებს. ვკითხეთ, რა აქვს ამის მტკიცებულება. გამომძიებელმა ამაზეც გვიპასუხა, რომ არ აქვს ამის მტკიცებულება. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თაუერის კამერებზე გამომძიებელმა დათვალიერებაში შეიყვანა ოპერატიული მუშაკი და მან დაადო ხელი თითქოს და მანქანიდან გადმოდის გიორგი მიქაძე, რომ ვკითხეთ, რატომ არ დანიშნეს ამაზე ექსპერტიზა, რომ მიეღოთ კვალიფიციური პასუხი. პირდაპირ გვიპასუხა, რომ ექსპერტი მათ კვალიფიციურ პასუხს მისცემდა და ეს იქნებოდა, რომ ამ კამერებზე შეუძლებელია ვინმეს ამოცნობა, ამიტომ ამოარჩიეს გზა, რომ ოპერატიულ თანამშრომელს ხელი დაედო გიორგი მიქაძესთვის. ვინაიდან და რადგანაც მთელი გამოძიება ჩაატარა გიორგი ავალიშვილმა, თუ რა მისცა საფუძველი მას, რომ კონკრეტულად გიორგი ჯოხაძეს შესაძლოა ჩაედინა დანაშაული და ესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირიანი მტკიცებულება, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ ვერ დაასახელებს ვერც ერთ პირდაპირს და ვერც ირიბ მტკიცებულებას ამასთან დაკავშირებით. განმარტა ასევე, რომ ჯაჭურად იყო რაღაც მტკიცებულებები, შეკითხვაზე თუ რა ქონდა ჯაჭურად თუნდაც რომელი მტკიცებულებები. საქმის გამომძიებელმა თქვა, რომ ქონდა ეგრეთ წოდებული პატაკის ავტორი რომიკო გოგიაშვილის პატაკი. რომიკო გოგიაშვილის პატაკთან დაკავშირებითაც დაცვის მხარეს ქონდა გარკვეული შეკითხვები, კონკრეტულად მაგალითად ქონდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით პატაკში ნახსენებია ძეძხასანის შვილიშვილი ირაკლი უსოიანი და ირაკლი უსოიანთან მიმართებაში დაესვა შეკითხვა, რომ თუ კი ირაკლი უსოიანმა შურისძიების მოტივით და უკვე თამკვლობა და გადაიხადა პირობითად ვიზახი $5 მილიონი, მამ ეს გამორიცხავდა იმ გარემოებას, რომ ირაკლი უსოიანის ბაბუა, იგივე ძეძხასანი სკვლელობას აბრალებდნენ წლების განმავლობაში ძმებ ჯანგველაძეებს. მაგ შემთხვევაში თანხმედრაში ვერ მოდიოდა ყველა მტკიცებულება და თუნდაც ბრალდების ფორმულირება, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების ფორმულირებაში ცალსახად არის განმარტებული, რომ ვითომ და ეს წლება მოხდა ანგარების მოტივით და მატერიალური სარგებლის მოტივით. თუ მატერიალური სარგებლის მოტივით მოხდა, მაშინ ირაკლი უსოიანის ბაბუა ძეძხასანი თუ შურისძიებით მოკლეს, შურისძიება და ანგარება ერთმანეთს გამორიცხავდა. მთელი რიგი დაკითხვის შემდგომ ფაქტიურად გამომძიებლის პასუხებიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ გამოძიებელს გამოძიება სრულყოფილად და ობიექტურად არ ქონდა ჩატარებული.